მოგესალმებით, ეს თქვენი დროა პალიტრაზე. მე ჟურნალისტი ემა ტუხიაშვილი ვარ. დღეს მინდა ვისაუბროთ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე. დღემდე რომ დამკვირვებულია ტერმინი ტექ დათვალიერება. მოგეხსენებათ, რომ 2018 წლიდან გახდა სავალდებულო ჩვენს ქვეყანაში ავტომობილების პერიოდული ტექნიკური დათვალიერება და სწორედ 2018 წლიდან ამოქმედა რეფორმა ამ მიმართულებით და ძალიან საინტერესოა 2018 წლიდან დღემდე რა შეიცვალა, რა პროგრესი იქნა მიღწეული და რა რჩება დღეს ამ სფეროში ისევ გამოწვევად ერთს გეტყვით მხოლოდ და წინასწარ არ გაუსწრებ მოვლენებს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო კვლევა უნდა გაგაცნოთ ამ მიმართულებით. მას შემდეგ რაც დაინერგა ჩვენს ქვეყანაში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება როგორც სავალდებულო სერვისი, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობა არის 27% შემცირებული, თუმცა ერთიც უნდა ითქვას, აი თუნდაც 2018 წლიდან დღემდე გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ჩვენს ქვეყანაში წლიდან წლამდე ავტომობილების რაოდენობა. მაგალითად, თუ 2019 წელს საქართველოში რეგისტრირებული იყო დაახლოებით 1.400.000 ავტომობილი, 2024 წელს უკვე 1.800.000 ავტოსატრანსპორტო საშუალება არის რეგისტრირებული. უფრო მეც ამ ასე ვთქვათ პროცესის სფეროში არსებული გამოწვევების, ხარვეზების, მიღწევების შესახებ ჩვენი სტუმარი იტყვის დავით მესხიშვილი, საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრის ასოციაციის პრეზიდენტი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. საინტერესო რაღაცებს მოისმენთ გადაცემის განმავლობაში. დაწყებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების დროს დაშავებულთა სტატისტიკით დამთავრებული ისეთი, ასე ვთქვათ, გამოწვევებით, როგორიც არის მაგალითად არაერთგვაროვანი მიდგომა ტექ ინსპექტირების დროს. ვიღაცისთვის შეიძლება კონკრეტულ მომენტში ეს ხელსაყრელი იყოს ხოლმე, რომ მარტივად გაივლის ტექნიკურ ინსპექტირებას, მაგრამ საბოლოო ჯამში ამან ძალიან დიდი პრობლემები შექმნას, მათ შორის სიცოცხლესთან შეუთავსებელი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა რამდენად მაღალია ტექ ინსპექტირებისა, არის თუ არა გარკვეული, ასე ვთქვათ, პრივილეგირებული მიდგომები ამა თუ იმ ტექ ინსპექტირების მომსახურების კომპანიის მიმართ და მოკლედ ბევრი საინტერესო დეტალი გელოდებათ დღევანდელ გადაცემაში, ამიტომ შეგახსენებთ ჩვენს ტელეფონის ნომრებს 237-103-9, 238-103-9 შემოგვიერთით გადაცემის სრულობისას. თქვენ რას ფიქრობთ ტექ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მოსაზრება არაერთგვაროვანი არსებობენ სკეპტიკოსებიც, ვინც ფიქრობს, რომ საერთოდ არ არის საჭირო ეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება და არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორში, პოლიტიკოსებს შორისაც არიან ასეთი ადამიანები. ასე რომ ველოდებით თქვენს გამოხმაურებას და სიამოვნებით შევიდეთ დისკუსიაში ამ თემასთან დაკავშირებით. დავით მესხიშვილი, საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრის ასოციაციის პრეზიდენტი. დათო, მოგესალმები, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ხო, მართლაც შეგვიძლია ეს რაღაცა 5 წლიანი პერიოდი, არა მეტი, 7 წლიანი პერიოდი შევაჯამოთ, ხომ? 2018 წლიდან აგერ დღემდე ნაბიჯ ეტაპობრივად პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შედეგებიც დავითვალოთ და ის გამოწვევები, რომელიც დღემდე რაღაცა გადაულახავ ბარიერად რჩება. დღემშვიდობისა, მადლობა ემა მოწვევისთვის, ძალიან კარგი შესავალი ქონდა, პრინციპში მიმოიხილე აქტუალობა ამ საკითხის დაანახი კიდევაც მოასმენია ჩვენს რადიო მსმენელს, მივესალმები რადიო მსმენელს, რა თქმა უნდა, 7 წელი არც ძალიან ბევრი, არც ძალიან ცოტა, იმისთვის რომ რეფორმა შევაფასოთ, მე მგონი კარგი დრო არის, რომ დავინახოთ ის გამოწვევები, რაც არსებობს. ხო, პირველი კითხვა ყოველთვის ჩდებოდა, აი თქვენ რას თქვით, რომ სკეპტიკოსების ნაწილში, რომ საგზაო შემთხვევები მაინც ხდება, ტექ ინსპექტირება იქნება თუ არ იქნება, ხო? საგზაო შემთხვევა მოხდებოდა უფრო მეტი
და დაიღუპებოდა უფრო მეტი, რომ არა ტექინსპექტირება და ეს ეყრდნობა კვლევებს. შესაძლოა ჩვენ ეს საქართველოში კონკრეტული სტატისტიკური მონაცემების არარსებობის გამო ასეთ კვლევა ვერ ჩავატარეთ, მაგრამ არსებობს გაეროს ეკონომიკური კომისია და მისი კვლევა, რომელიც ამბობს, რომ განვითარებად ქვეყნებში დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობის 25-30% მოდის ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. რაც საქართველოში არის დაახლოებით 150 დაღუპული ადამიანი ყოველწლიურად. ხა სტატისტიკას აუცილებლად უნდა შევხედოთ, იმიტომ რომ სტატისტიკა არის მთავარი მაჩვენებელი რეალური სურათისა. რა თქმა უნდა, ჩვენს გზებზე დაღუპულების რაოდენობა არის კვლავ კატასტროფულად მაღალი, ის 4-ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ მაგალითად ბოლო წლებში ეს უარყოფითი სტატისტიკა გაიყინა დაახლოებით 450 დაღუპულზე ყოველწლიურად. ხო, აი ამ დიაგრამას ვუყურებ და ყოველთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე სხვათა შორის მოქალაქეებისთვის აი ეს მონაცემები და მოდი შედარებისთვისაც უთხრათ, ხო, 2008 წელს საგზაო სატრანსპორტო, ანუ ავტოავარიების დროს დაღუპულთა რაოდენობა 867 ადამიანი იყო. მაშინ როცა ავტოპარკი იყო ნახევარი. დანაკარგია. მაშინ როცა ავტოპარკი იყო, ამის ნახევარი რაც გვაქვს, ხო. ხო, გვაქვს ეს 2018 წლიდან ამას გულისხმობდი, ხო, დათო რომ გაიყინა დაახლოებით 400-დან 500-ის ფარგლებში არის გარდაცვალთა რაოდენობა. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი კლება. მას შემდეგ რაც ტექინსპექტირება დაიწყო და ტექინსპექტირება დაიწყო 2018 წლის 1 იანვარს და შევიდა ძალაში ეტაპობრივად. მანამდე 2016 წლის მაჩვენებელს თუ შეხედავთ, დღემდე დაღუპულების რაოდენობა მას შემდეგ რაც ტექინსპექტირება დაიწყო 27%-ით იკლო დაღუპულების რაოდენობა. შეიძლება თუ არა რომ უფრო მეტად დაიკლოს, რა თქმა უნდა შეიძლება. ჩვენ უნდა უთხრათ ჩვენ რადიო მსმენელსაც, რომ ტექინსპექტირება როგორც პროცესი ჯერ სრულყოფილად არ არის დანერგილი, ევროდირექტივის მიხედვით მიდის და ევროდირექტივა არ არის სრულყოფილად დანერგილი. და რატომ? იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რომ ეს მაჩვენებელი მივიღეთ კანონის აღსრულების არასრულფასოვანი მოდელის დროს. კი ბატონო, ალბათ სრული სურათისთვის უნდა შევხედოთ კიდევ ორ ძალიან საინტერესო მაჩვენებელს და ამაზე გთხოვდით, რომ განმარტებები გააკეთოთ. ეს არის მოკლედ ავტოსაგზაო შემთხვევების დროს საგზაო შემთხვევების რაოდენობა არც მეტი არც ნაკლები 7500 საჭარბებს ერთი წლის განმავლობაში. დაშავებულებს კი ბატონო და ავტოსაგზაო შემთხვევა თვითონ დაახლოებით 6000-მდეა. მანამდე მსმენელი გველოდება ხაზზე, მოგესალმებით, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. ძალიან სასიამოვნოა ამ თემას რო შეერთეთ. მეც ერთ-ერთი ასე ვთქვათ დაზარალებული ვარ, იმიტომ რომ ჩემი მამი და შვილი ძალიან ახალგაზრდა ავტოავარიაში დაიღუპა სხვის გამო, თვითონ არის და საჭესთან და აი ტრაგედიის მონაწილე ვარ. აი ხარ რაც შეეხება ბატონ დავითის შენიშვნას, რომ სტატისტიკა მოიყვანა, რომ 30% დაახლოებით მთლიანი სიკვდილიანობის რაც არის ავტოსაგზაო შემთხვევების მოდის ხოლმე ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილებზეო. არსად არცეთ წყაროში ეს ინფორმაცია არ იძებნება და თუ შეიძლება ჩემი ნომერი გადაეცით და მე შემიძლია მეილით კი ბატონო, ნომერს ხოლმე რომ დაიტოვო მსმენელის. დასკვნა სად არის, იმიტომ რომ საქართველოში მაგ დასკვნა კი არა, ესა ქალბატონმა, ესე იგი იმის ავარიის მოხდენის მიზეზის 100%-იანი სიზუსტით დადებული დასკვნაც არ არსებობს, გააჩნია ავარია, ვინ ჩაატარა, ვინმე დაინტერესებული პირი თუა და მაგარი ტიპები ყავს, მკვდარ გამოიყვანენ ხოლმე დამნაშავედ. ასეთი რაღაცები ხდება და ახლა იქ რო ვინმე ის გადაჭერილი იყო თუ არა, შარავოი თუ ისა საბურავების პროტექტორის სისქის გამო მოხდა ავარია, მასეთი გავსი დასკვნა თვალით არ მინახავს და არ იძებნება არსად და საიდან აქვს ეგ ინფორმაცია იქნებ ჩვენს გაგვაგებინოთ. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კვალიფიციური, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული მოსაზრებისთვის და შეკითხვისთვის ჩვენს მსმენელს. ვიდრე ვუპასუხოთ, როგორც ყოველთვის, აი ეს განსაკუთრებით მიამაყება ხოლმე მართლა გამორჩეული რადიო მსმენელი ყავს, რომელიც თითქმის ყველა თემაში, რომელსაც ვთავაზობთ და ამ მხრივ არ უჩივით მრავალფეროვნებას, აი ძალიან კომპეტენტურად ერთვება ხოლმე ამ დისკუსიაში 227
139, 238, 139 ტექ ინსპექტირება და ტექ ინსპექტირებასთან არსებული გამოწვევები და როგორც აი ჩვენი მსმენელის მოსაზრებიდანაც ჩანდა ეს ძალიან მრავალმხრივი საკითხია. მოდით ვუპასუხოთ რა აღარ წავიღებ დროს. კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვა. მე ვთქვი უბრალოდ დღეს რომ ჩვენ სამწუხაროდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ აწარმოებს სტატისტიკას საგზაო შემთხვევების, რომელიც მოხდა ტექნიკური გაუმართავობის გამო, ანუ ჩვენ არ გვაქვს ასეთი ზუსტი სტატისტიკა და ამ შემთხვევაში ჩვენ ვეყრდნობით ორ მონაცემს. ერთი ეს არის, როგორც ვთქვი, გაეროს ეკონომიკური კომისიის კვლევა. ჩვენ რადიო მსმენელს მინდა უთხრა, რომ ეს კვლევები, ეხლა რასაც თქვენთან ეთერში წარვადგეთ, გამოქვეყნდება საიტზე gwibagi-ზე, ან შეგიძლიათ ნახოთ Facebook გვერდზე საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია. ჩვენ ვეყრდნობით ორ მონაცემს, ხო? ერთი ეს არის გაეროს ეკონომიკური კომისიის კვლევა და მეორე ეს არის ის სტატისტიკა, რომელიც ჩვენს ხელთ არის, რომ მას შემდეგ რაც ინსპექტირება დაინერგა, როგორც პროცესი, 27%-ით იკლო დაღუპულების რაოდენობა. ეს არ არის ზუსტი კორელაცია, ეს არ არის ზუსტი, ასე ვთქვათ, თემატური სიღრმისეული ანალიზი, მაგრამ ეს არის მონაცემები, რომელიც ახლა ჩვენს წინაშე არის. გარდა ამისა, არსებობს საერთაშორისო ინსპექტირების კომიტეტის სიტას კვლევები, რომელთანაც ჩვენ ჭიდრო ურთიერთობა გვაქვს მის პრეზიდენტთან მე პირადად, გერჰარდ მიულერთან, რომელიც გვიგზავნის მუდმივად ამ კვლევებს, მაგალითად ჩვენ გვაქვს ჩილეს მონაცემები, გვაქვს თურქეთის მონაცემები, გვაქვს სლოვაკეთის მონაცემები და სხვადასხვა ქვეყნის, სადაც ინსპექტირების დანერგვის შემდეგ რამდენად შემცირდა დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა. ამასობაში მე მაქვს იმედი, რომ მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო სტატისტიკაში ცალკე სიღრმისეულად ასე ვთქვათ განსაზღვრავს კვლევას საგზაო შემთხვევების დროს. ეს არის ძალიან საინტერესო, რეკლამაზე უნდა გავიდეთ და ძალიან საინტერესო საკითხი წამოჭრა მსმენელმა და უფრო ფართოდ მინდა რომ ამ თემაზე ვისაუბროთ. გვაქვს პრაქტიკაში, როდესაც ხდება ავტოსაგზაო შემთხვევის ზუსტი მიზეზის დადგენა. ძალიან სწორად აღნიშნა, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ბრალეულობა დგინდება გარდაცვლილის და იმის იქით გამოძიება არ მიდის და არის ხოლმე შემთხვევები სამწუხაროდ რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც კი დგება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი პირის და მის მემკვიდრეებს უწევთ ხოლმე მათ შორის ფინანსური კომპენსაციის გადახდას. სწორად დასვა მსმენელმა აბსოლუტურად რომ აი სადღაც დაუშვათ პროტექტორების სიღრმე რომ არ შეესაბამებოდა დადგენილ ნორმებს და ამის გამო მოხდა საავტოსაგზაო შემთხვევა, ასეთი ჩანაწერი სადმე არსებობს. თავარი შეკითხვა მაინც ასე დგას და ისმის. რეალურად გვიცავს თუ არა ტექ ინსპექტირების რეფორმა, ანუ ტექნიკურად გამართული ავტომობილი რამდენად ამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობას და ავარიების დროს გარდაცვლილთა რაოდენობას. ეს არის რეალურად მთავარი შეკითხვა და სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს არა მხოლოდ ეს რეფორმა, არამედ ყველა რეფორმა ნებისმიერ თავმოყარე ქვეყანაში სწორედ ადამიანის ჯანმრთელობას, ადამიანის უფლებებს და ადამიანის ინტერესებს. ამ თემაზე ვსაუბრობ ჩვენი გადაცემის სტუმართან ერთად 237-139, 238-139 შემოგვერთით გადაცემის მსვლელობისას დავით მესხიშვილი, საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრის ასოციაციის პრეზიდენტი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი და ისეთი შეკითხვა შემოგვივიდა მსმენელის რომ ვერ ამოვწურეთ გადაცემის პირველ ნაწილში და დათო გავაგრძელოთ, ანუ რეალურად არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლის ჯის საიტზე შეხვალთ და ნახავთ სტატისტიკას, მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის, მათ შორის დაშავებულების, მათ შორის დაღუპულების, მაგრამ სადღაც აი ვინმე იკვლევს, რომ კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი იყო ტექნიკური გაუმართავობა და კონკრეტულად რა, მუხრუჭმა არ დაიჭირა, ავტომობილი მოსრიალდა, იმიტომ რომ საბურავები არ უარგოდა თუ რაღაცა სხვა მექანიზმა ვერ იმუშავა. კი, ძალიან ხშირად შესაძლოა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყოს კომპლექსური საკითხით, ხო? ანუ კი, სიჩქარეს აჭარბები და მძღოლი დაუშვათ, ხო? აი, რასაც პოლიცია იძიებს. მაგრამ იქვე იყო ის, რომ სიტყვაზე საჭის სისტემა იყო გაუმართავი, ან სამუხრუჭე სისტემა, ან ასე შემდეგ, ხო? ესეც სიღრმისეული კვლევები თუ კვლევის დონეზე მე არ მაქვს ნახი თუ კეთდება. შესაძლოა გამოძიება მიდიოდეს სიღრმეებში. ერთია გამოძიება რა სიღრმეში მიდის და მეორეა გამოძიებამ რას დაადგინა ის რამდენად შევიდა კვლევაში, ხო? რამდენად წარმოებს. კვლევის წარმოება კიდე საერთოდ ცალკე ამბავია.
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და მე მახსოვს, რომ იყო ესეთი რეკომენდაციებიც, უნდა დანერგილიყო ესეთი ღრმა კვლევა საგზაო შემთხვევების, ასე ვთქვათ, ბარათი უნდა შევსებულიყო რაღაც ახლებური სისტემით. მათ შორის მე სხვათა შორის როცა მქონდა საუბარი საგზაო შემთხვევების ექსპერტებთან და ადვოკატებთან, ისინი ამბობენ, რომ გამოძიება კი მიდის დაუშვათ სიღრმეებში, მაგრამ აი იმის ასახვა უკვე კვლევის სახით ჩვენ სამწუხაროდ არ გვინახავს, ამიტომაც ამ ეტაპზე ჩვენ მოყვას ის საერთაშორისო კვლევები, რომელიც გვაქვს. ეს კიდევ ერთხელ რო თქვათ, არის გაეროს ეკონომიკური კომისიის კვლევა, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებითაც არის და მათ შორის ითქვა ყველა განვითარებად ქვეყანაზე, ეს არის CITAS, ანუ საერთაშორისო ინსპექტირების კომიტეტის კვლევები, რომელსაც ის მუდმივად აქვეყნებს და ну ჩვენ რეალობაში გვაქვს ეს მონაცემები და პლუს ჩვენი სტატისტიკა რამდენი იყო დაღუპულების რაოდენობა მანამდე სანამ ინსპექტირება დაიწყებოდა როგორც რეფორმა და რამდენი გვაქვს ახლა ხო შემცირდა 27%-ით მიუხედავად იმისა რომ ავტოპარკი დაახლოებით ამ პერიოდში 30%-ით არის გაზრდილი ანუ 1,800,000 ავტომობილს გადააჭარბა რაოდენობამ რაც ну ახლა მანამდე არ ყოფილა რა თქმა უნდა არასდროს ხო კი ბატონო თუმცა აი ასეთი დეტალური ჩაძიება მიზეზებში არის აუცილებელი ეხლა ჩემი შემთხვევა გამახსენდა უბრალოდ ამ ჩვენი საუბრის თემას პირდაპირ არ პასუხობს მე მქონდა მაგალითად შემთხვევა განგებარ დავსახელებ ახლა კომპანიას ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი კომპანიისგან სადაც გამიწიეს მომსახურების სერვისი ავტომობილთან დაკავშირებით ერთი კვირის შემდეგ წამოვიყვანე ავტომობილი და ნუ რაღაცა გარკვეული მანძილის გასulis შემდეგ ამ ჩემ ავტომობილმა ბოლი აუშვა რა თვითონ ვერ მივხვდი რა ხდებოდა და თურმე ერთ-ერთი ნაწილი რომელსაც მე ალბათ გავაკეთოთ ამ თემაზე იმიტომ რომ ავტოსერვისი კიდე ცალკე სფეროა ხო ანუ რაღაც ნაწილის მნიშვნელოვანი ნაწილი რომელსაც მანქანაში გაგრილების სისტემის გამართულად მუშაობა უნდა უზრუნველყო ხო უბრალოდ არ დააერთეს ეხლა ფოტოებს ვნახულობდი მე გაჩვენებ აუცილებლად და ამაზე შემდეგში გავაკეთოთ იმიტომ რომ ეხლა შეიძლება ავწდეთ ამასობაში მსმენელმა დარეკა და დატოვა შეკითხვა თემას პირდაპირ არ ეხება მაგრამ დიდი ინტერესი ელექტრომობილებთან დაკავშირებით უპასუხოთ და შემდეგ დაუბრუნდეთ ჩვენი საუბრის თემას პროცენტულად რამდენი ელექტრომობილია საქართველოში თუ გაქვთ ინფორმაცია და რომელი ქვეყნიდან შემოდისო ეს შეკითხვა ქონდა მსმენელს როგორც მახსოვს ბოლო პერიოდში იმპორტმა მოიმატა ჩინეთიდან ელექტრომობილებთან დაკავშირებით და სამწუხაროდ ძალიან დაბალი არის პროცენტული მაჩვენებელი ავტოპარკის ელექტრომობილების თუ არ მინდა რომ შევცდე მაგრამ წინა წლებში იყო დაახლოებით 3% არც კი შესაძლოა ეხაც აი რაღაცა ამ რაოდენობაში იყოს უფრო პოპულარული ჩვენთან არის ჰიბრიდული ავტომობილები და მასზე მოთხოვნა უფრო მზარდია. ნუ ალბათ იმიტომაც რომ ჯერ ელექტრომობილებისთვის ეს ბოლომდე ინფრასტრუქტურა გამართული არ არის და საბოლოოდ ისე აღმოჩნდა რომ მე მათ შორის სხვათა შორის ევროკომისიის ერთ-ერთ სერიოზულ კონფერენციას როცა ვესწრებოდი იქ საერთაშორისო ექსპერტების კომიტეტმა წარმოადგინა რომ ელექტრომობილებში კიდევ ბევრი რამეა დასახვეწი და გამოსასწორებელი თუმცა ელექტრომობილია ეკოლოგიისთვის ნაკლებად ასე ვთქვათ საზიანო ამიტომ ყოველთვის მისასალმებელია მე ერთი საკითხი მინდა უბრალოდ ტექინსპექტირებასთან არა უბრალოდ ხა გამახსენდა ტექინსპექტირებასთან დაკავშირებით ანუ ელექტრომობილების ტექინსპექტირების სერვისი ხო იმიტომ რომ აი როცა არის ხოლმე საუბარი კვალიფიციურ კადრებზე სადიაგნოსტიკო ტექნიკურ აღჭურვილობაზე ხო არ არის პრობლემა არ არის ამ შემთხვევაში უტარდებათ ჩვეულებრივ აი როდესაც საუბრობთ კიდე რომ ტექინსპექტირების როლი რამდენად არის ხო საგზაო შემთხვევების შემცირებაში და ადამიანების გადარჩენაში რა თქმა უნდა როგორც თქვით დიდი როლი აქვს იმ საერთაშორისო კვლევებზე დაყრდნობით, მაგრამ თავარი რა არის, ხო, ორი რამ უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ერთი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, რაც არის ერთ-ერთი გამოწვევა, რაც ჩვენ კვლევაში არის ერთ-ერთი თავარი გამოწვევა, იმიტომ რომ რეფორმის დაწყებამდე იყო დაპირება და სწორი დაპირება იყო, რომ გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი იქნებოდა, იმიტომ რომ მორალურად არ არის გამართლებული, რომ ძღოლი დააჯარიმო მაშინ, როდესაც მას შენ მომსახურებას ვერ აწვდი. ჩვენ გვაქვს ასეთი მუნიციპალიტეტები, ხულო, შუახევი, ქედა, ასპინძა, ადიგენი და სხვა ყაზბეგი და სხვა მუნიციპალიტეტები, სადაც გრინვეი მოძრავი ხაზებით. უნდა აწვდით ეს მომსახურებას და ჩვენ გვაქვს დღეს რეალობა, რომ ეს ხაზები იქ არ არის და ადამიანებს უწევთ ასეულობით კილომეტრების გავლა ინსპექტორების მისაღებად. ხო ეს არ არის სწორი, არ არის კარგი, აზიანებს რეფორმას ძალიან და ჩვენ მივმართეთ კიდევაც ეკონომიკის სამინისტროს და ვფიქრობ, რომ ამაზე გარკვეული ვინმეს ჯინი კი არ ჭირს, უბრალოდ ფაქტია, ხო, ესეთი რეალობა, რომ
რაღაცა სოციალური პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდე და აწვდიდე არა, პირველ რიგში უნდა შექმნას, ასე ვთქვათ, ეკონომიკის სამინისტრომ ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში რაღაცა თანაბარი კონკურენტუნარიანი პირობები, ხო? რამდენიმე კომპანიას ჰქონდეს ქვეყანაში ტექინსპექტირების განხორციელების სერვისი, ხო? ალბათ პირველ რიგში ეს ტექინსპექტირების სერვისი აქვს ბევრ კომპანიას, ეხლა დახურული არის ეგრეთ წოდებული ბაზარი, ხო, როგორც ამბობენ ხოლმე, დახურული, ანუ ახალი მოთამაშე ესე ვერ შემოდის, მაგრამ ის რომ ფლოპ მოძრავ ხას დაუშვათ ექსკლუზიურად, იმიტომ რომ სხვა არ ფლობს და ამას შემდეგ იყენებ შენი მარკეტინგული ხედვებისთვის, იმიტომ რომ ბათუმში არის მაგალითად ადგილობრივი ბათუმის ინსპექტირების ცენტრი. დღეს ეს მოძრავი ხაზი ნაცვლად ხულოსი დგას ამ მოქმედი ინსპექტირების ცენტრის გვერდით 500 მეტრში. ხო, ყველა კარგად ხვდება რატო დგას იქ. დგას იმიტომ რომ მომხმარებლის ასე ვთქვათ წართმევა მოხდეს, რაც აზიანებს თვითონ სფეროს, რა ძალიან აზიანებს. მათ შორის იგივე შემიძლია გითხრათ ახალციხეში დგას. ქალაქის ცენტრში მოქმედ ინსპექტირების ცენტრის გვერდით და ამაზე რა თქმა უნდა გვაქვს იმედი რომ ჩართულობა იქნება და რატომ? ჩვენ როცა გვინდა რომ ინსპექტირება როგორც მომსახურება მოიცვას ქვეყანა, ხო? ამ შემთხვევაში ამ მიზეზით ვერ. კაი, რადგან გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ახლა მსვენელი გვწერს, მარტო მოკვდავებმა ვიცითო, რომ ტექინსპექტირების ნაწილებსო ვთხოვულობთ საბურავებს, გავდივართ ეგ დათვალიერებას და შემდეგ ვაბრუნებთო? ხო, აი ამიტომ ემა მაგ აზრის ჩამოყალიბება მინდა, რომ ინსპექტირება რომ იყოს ბოლომდე შედეგიანი და ასე ვთქვათ, ეფექტიანი საგზაო შემთხვევების შემცირებისთვის პირველ რიგში საჭიროა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. მეორე რიგში ჩვენ გვიწერია და ასე ვთქვათ, გამოვაქვეყნეთ, რომ ეს არის არაერთგვაროვანი ინსპექტირებაც, ხო? ანუ არაერთგვაროვანი ინსპექტირება არის რა? როდესაც ხარვეზდება ერთი ინსპექტირების ცენტრში ავტომობილი და 5 წუთში გადის მეორე ინსპექტირების ცენტრში. აქ ხო უნდა გაჩნდეს კითხვა, როგორ ახერხებს ეს, რატო ხდება? ანუ თვითკრიტიკულია სფერო ამ შემთხვევაში და აი კიდევ ერთი კითხვა, ხო? თბილისში არის უამრავი ინსპექტირების ცენტრი, უამრავი, ხო, ლამის ყველა უბანში, თბილისის და უბანში რამდენიმეც კი არის და ვიგებთ რომ ინსპექტირებისთვის მიდიან სხვა მუნიციპალიტეტებში. თბილისიდან, ხო, თბილისიდან წავიდა, დღეს არ მინდა დასახელება, იმიტომ რომ რაღაც მოკლევის პროცესში ვართ ჩვენც და სახელმწიფო სტრუქტურებიც. იმიტომ რომ აქ სახელმწიფო სტრუქტურები, ანუ სწორედ ამ აქცენტით იყო, მარტო ჩვენ ვიცითო? აი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო სიახლე, ასე ვთქვათ, არის ის, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ ფაზაშია მომზადების, რომ დაიწყოს მონიტორინგი ინსპექტირების ცენტრებზე. ეს არის სწორი გადაწყვეტილება და ზუსტად ისეთი შემთხვევები, როგორც ვთქვით, რომ ერთი ინსპექტირების ცენტრში თუ დახარვეს და მეორეში როგორ გაიარა 5 წუთში, მაგალითად როგორ შეცვალა 5 წუთში საქარე მინა სიტყვაზე, ხო? ინფორმაციის მიღების საფუძველზე შესაძლებელია გადაამოწმოს ესა თუ ის ინსპექტირების ცენტრი? წესით ჩვენ გვინდა რომ მონიტორინგი სიღრმისეული და სამართლიანი რო იყოს, უნდა იყოს ვიდეო მონიტორინგი ერთი რაც დაგეგმილია ისე და სახელმწიფო ტრანსპორტ სააგენტოს პირობებში და მეორე იყოს რაღაც შინაარსობრივი კვლევაც, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება. ჩვენ რო ვიგებთ, ეხლა წარმოიდგინეთ, ჩვენ ყველამ რო ვიცით და მძღოლებში ვიტყოდი ასე ცოტა ჟარგონის ხმარება არ მინდა, გავრცელებული როა ინფორმაცია რო წამოდი რა. აი ამ რაიონში ჩავიდეთ ყველანი თბილისიდან და აქ გავიაროთ ინსპექტირება. ეს ხო უნდა ბადებდეს ყველასთვის ინტერესო, რანაირად ხდება ეს, რომ თბილისიდან ავტომობილმა უნდა გაიაროს 10 ცენტრი გზად, არც ერთში არ შედის და მიდის რომელიღაც მუნიციპალიტეტში კონკრეტულ ცენტრში. ამას ვაპირებთ, რომ ჩვენ ამ თემაზე თავად ვისაუბროთ, იმიტომ რომ არავის არ სურს მით უმეტეს წესიერად მოქმედ ინსპექტირების ცენტრებს რომ დაუშვან ასეთი რამ, ხო? და კიდევ ერთი საკითხი, რაც თქვა მაყურებელმა, რაც გითხრა, ძალიან მოგწერა უბრალოდ. ეგ საკითხი არის ძალიან აქტუალური ჩვენთვისაც. ინსპექტორი არ არის უფლებამოსილი, რომ შეუმოწმოს, ასე ვთქვათ, მძღოლს და დაადგინოს, მოკვლევა ჩაატაროს ეს ავტონაწილი ნაქირავებია თუ არა, ხო? ინსპექტორის კომპეტენციაში უბრალოდ არ შედის. ინსპექტორის კომპეტენცია შედის ის, რომ ინსპექტირების სივრცეში ავტოსატრანსპორტო საშუალება იყოს გამართული. ამიტომ ეს საკითხი, რაც ითქვა, ჩემი აზრით, ჩვენ მინდა რომ აჩვენოს მივაწოდოთ ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსაც ინფორმაცია, ვინც პოლიტიკის ნაწილზე მუშაობს, ხო, ამ რეფორმის, რომ ალბათ უნდა იყოს ეს სამართლის დანაშაული, ანუ არ ვიცი, ან ადმინისტრაციული სანქციის
ყოველ შემთხვევაში გაქირავება. სისხლსამართლის დანაშაულზე როცა იყო ლაპარაკი, საუბრობდნენ, იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ადრე მოთხოვნილი თუ გახსოვთ, კატალიზატორების ჩაბარებასთან დაკავშირებით. აი, ხო, ამას გეკითხებიან ეს თემა როგორ რეგულირდება. კატალიზატორის გარეშე ხო ავტომობილი ტექინსპექტირებას ვერ გადის, მაგრამ თუ კატალიზატორი საბურავი არ არის დააყენო და მოხსნა, ხო? მე არ ვიტყვი და რამდენიმე მარკის ავტომობილზე ადვილად, შედარებით ადვილად ხდება კატალიზური გარდამქმნელის მოხსნა დაყენება შედარებით ადვილად. არ ვიტყვი ხა მარკას ამ ავტომობილის, მაგრამ ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს რო ხდება, ეს ყველამ ვიცით. ამიტომ ეს დღესდღეობით ითვლება კანონიერ ქმედებად. აი ამაზეა ხო ეს რო ჩაითვალოს უკანონო ქმედებად საჭიროა შესაბამისი. ხო, მიკვლევადობაც გაჭირდება ეხა მე თუ რაღაცა ვიქირავე კატალიზატორი წავედი გავიარე ტექინსპექტირება და მე დავაბრუნე, მიდი და შენ ხარ საგამოძიებო უწყება და მიმტკიცე. რიგ შემთხვევაში კი ბატონო ეს შეიძლება საჩივრის საფუძველზე მოხდეს ან საგზაო შემთხვევის გამოკვლევის დროს მოხდეს რომ ამას სხვა დაუშვათ. როცა გამოძიება იქნება, ხო? გამოძიება შეიძლება წავიდეს სიღრმეში. ხო, ამას არავინ არ იკვლევს. ხო, ანუ ეს კომპლექსურია. ანუ ექსპერტიზა რეალურად, ექსპერტიზა უნდა ტარდებოდეს სატრანსპორტო საშუალებისა, ესეთი დეტალური, ხო? რა თქმა უნდა და კიდევ ერთი საკითხი, აი გამონაბოლქვის ნაწილში ეს შედარებით მოგვარებულია, იმიტომ რომ გარემოს დაცვის შესაბამის სამსახური აღჭურვილი არის. შესაბამის ხელსაწყოთი აჩერებს ავტომობილებს შეფერილ კვამლიანობაზე, შემდეგ ამოწმებს და ასე შემდეგ, ხო, ამ მთელი პროცედურა არის. ამიტომ ამ შემთხვევაში ინსპექტირებაზე რომ მიმართო მანიპულაციას, ანუ ინსპექტირებისთვის ერთჯერადად გააქრო, ასე ვთქვათ, შეფერილი კვამლიანობა, რაღაც ხსნარი ჩაასხა, მაღალი ოქტანობის საწვავი მოიხმარო, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული სუპერი ჩაასხა ერთჯერადად. აზრს დაკარგავს, იმიტომ რომ გზაზე შეიძლება გაგაჩერონ და დაგაჯარიმო, ხო? ჯარიმებზეც გეკითხებიან და გზებზე კანონის ახსულების საკითხზე მივედით. კი ბატონო, ხო, აი სხვა შორის ჯარიმებთან დაკავშირებით გეკითხებიან, ოღონდ ცოტა უფრო სხვა კონტექსტი არის. რამდენად გამართულია ჯარიმების სისტემა და ან ზოგადად სამართლიანო პრინციპში პასუხობს იმას, რაზეც გვინდა საუბარი. აი, მივდიოდი მაგ თემაზე ნამდვილად. იმისთვის რომ ჩაითვალოს, რომ ეს რეფორმა არის გამართული, ან მიმდინარეობს შეფერხებების გარეშე, ნიშნულოვანია რომ ინსპექტირებას მიმართავდეს არა 54% ემა, როგორც ახლა გვაქვს. ანუ ავტოპარკის თითქმის ნახევარი ინსპექტირებაზე არ მიდის. არ მიდის 54%. ბოლო მონაცემებით გეუბნებით. ნუ რა თქმა უნდა 14%-თან, რომელიც იყო 2019-ში, გაცილებით მნიშვნელოვანი პროგრესია, მაგრამ 54%. ხო, ეს არის ბოლო წლის ასე ვთქვათ მონაცემი, რომელიც არის ძალიან დაბალი და რომელიც უკავშირდება გზებზე კანონის ახსულების პრობლემას, უკავშირდება იმას, რომ დასანერგია თანამედროვე პროგრამა, რაც ნიშნავს რას, ხო? ანუ საინფორმაციო ბაზა ხო არსებობს, ეს ავტომობილები ხო არის რეგისტრირებული. ამიტომ თუ ვინმე ინსპექტირებას არ გადის, მას უნდა ავტომატური შეტყობინებით ეგზავნებოდეს გაფრთხილებაც, შეხსენებაც, ადმინისტრაციული ღონისძიებაც და ასე შემდეგ. დღეს ჩვენ გვაქვს რეალობა, რომ ყველაფერი ჩამოკიდებულია ჭკვიან კამერებზე და ამ ჭკვიან კამერებსაც ალბათ პერიოდულად აქვს რაღაც გაურკვეველი მიზეზის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, მაგრამ ხარვეზები, რომლითაც ასე ვთქვათ, კანონის ახსულება გზებზე უქმდება ტექინსპექტირების მიმართულებით. ანუ ტექინსპექტირების მიმართულებით შეიძლება კანონი არ იყოს გზაზე. ამიტომ ეს არის მიუღებელი, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ტექინსპექტირებამ შედეგი მოგვცეს და რეფორმა ჩაითვალოს გამართულად, მაშინ ევროდირექტივა ამ ნაწილშიც უნდა დაინერგოს. და ამ ნაწილში ევროდირექტივის დანერგვა გულისხმობს თანამედროვე პროგრამის გამართვას და ჭკვიანი კამერების გამართვასაც. დღეს ჩვენ გვაქვს რეალობა, რომ 54% იქ გასაგებია, რომ ყველა ავტომობილი შესაძლოა აქტიური სტატუსით არ სარგებლობს, მაგრამ ძალიან დაბალი მაჩვენებელია ეს, რაც უნდა ვიგულისხმოთ, რომ დანარჩენი ავტომობილები რეალურად ტექინსპექტირების გავლის გარეშე, მაღალი ალბათობით, ხო, გონივრული ეჭვის საფუძველზე, ტექინსპექტირების გავლის გარეშე გადაადგილდებიან გზებზე, მათი გარკვეული რაოდენობა ალბათ ძირითადად რეგიონებში, იმიტომ რომ იქ კონტროლის კიდევ უფრო ნაკლები მექანიზმები არსებობს, მაგრამ რაც გვაქვს დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში, ისიც არაეფექტურია, იმიტომ რომ მაგალითად ჭკვიან კამერას არ შეუძლია თავისთავად დაიდენტიფიციროს, აქვს თუ არა ავტომობილს გავლილი ტექინსპექტირება თუ მაგას ნახულობს, მაგრამ ადამიანური ფაქტორი არ ჩაერთო. დიახ, ტექინსპექტირებას კამერა ამოიცნობს, გავლილი აქვს თუ არა. ანუ ხედავ, პროგრამულად შეუძლია, უბრალოდ ჩვენ გვაქვს ახლა ეს რეალობა, რომ გვაქვს ეს სტატისტიკა და ესეთი კანონის ახსულების ესეთი დონე სამწუხაროდ, ანუ დაბალ დონეზეა დღეს ეს ნიშნული.
კანონის აღსრულების, მაგრამ კამერა ვერ ამოიცნობს იმას, რომ ტექინსპექტირება რომ გაულელი აქვს, გამართულია თუ არა, ხო? ანუ ავტომობილი თუ ეს ვიზუალურად არ ჩანს, მაგრამ ავტომობილი ჩვენი აზრით, ავტომობილები რომელიც ტექინსპექტირებაზე არ მიდიან ზუსტად იმიტომ, რომ არიან ტექნიკურად გამომართავები მაღალი ალბათობით, რაც ქმნის საფრთხეებს, ქმნის საგზაო შემთხვევაში გიქს და სხვათა შორის თუ სტატისტიკაში გადავიყვანთ იმას, რომ რეფორმის დაწყებამდე რა ნიშნულიც იყო გადაღუპულების რეფორმის დაწყებამდე და შემდეგ რეფორმა რო დაიწყო, დაახლოებით 1000 ადამიანი გადარჩა დაღუპვას თუ შემცირებას ვნახავთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს სტატისტიკა არის ძალიან მაღალი, 3-ჯერ და 4-ჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს, მაგრამ ინსპექტორების რეფორმის დაწყებიდან ეს სტატისტიკა არის შეცვლილი. და თუ ჩვენ გვინდა რომ გამოვასწოროთ რეალობა, მაშინ ინსპექტირება არ არის ცალკე პროცესი კანონის აღსრულების გარეშე. ერთი რამ მენიშნა, აი ძალიან ცოტა დრო გრჩება, მაგრამ აუცილებლად მინდა გკითხოთ ამის შესახებ, აი ამ კვლევაში მენიშნა ერთი რამ, თქვენ საუბრობთ დამატებით ინსპექტირებას და ამბობთ, რომ მთელ რიგ შემთხვევაში უნდა დაინერგოს ვადამდელი ან და დამატებითი ინსპექტირება. ყველა პუნქტს ვერ ჩამოვთვლი, ამის დრო არ არის, მაგრამ ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ, როდესაც გარბენი აღწევს 160,000 კილომეტრს. 160,000 კილომეტრს დარწმუნებული ვარ, დღეს არსებული ავტოპარკის უდიდესი უმეტესობა ავტომობილებისა ან აღწევს, ან აჭარბებს. დამატებითი ინსპექტირება ინიშნება, ოღონდ ეს არ არის დანერგილი და ეს არის ასე ვთქვათ მომავლის ღონისძიებებში, იმ შემთხვევაში თუ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, ავტოტრანსპორტი დაზიანდა იმდენად, რომ მის შეკეთების შემდეგ, აი თქვენ რაც ბრძანეთ, ცოტა რაღაცა მაგალითი იყო, რომ ავტოსერვისში მიხვედით, შეაკეთეთ ავტომობილი, გამოხვედით და კინაღამ შარში გაიყიათ. გამოვედით, ხო, ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მე ახლა ვერც კი მივხვდი რა ხდებოდა, თურმე წყალი ადუღდა და სასტრაფოდ გამაჩერებინეს ხოლმე გულისხმიერმა მძღოლებმა ავტომობილი, რომ რაიმე ჯანმრთელობასთან სერიოზული დაზიანებები არ მომხდარიყო ჩემის და გარშემო მყოფების. და აი აქ ახლა რაც წერია ზუსტად ეგ, რომ თუ საგზაო შემთხვევაში დაუშვათ მოყვა ავტომობილი დაზიანების შემდეგ შეკეთდა, ის შეკეთებული უნდა იმ შეკეთებულს უნდა ჩაუტარდეს ინსპექტირება. ანუ რამდენად სწორად, რამდენად ასე ვთქვათ სწორი მეთოდებით და ხარისხიანი ავტონაწილებით შეკეთდა ავტომობილი და ერთ საკითხს ვიტყვი კიდე აუცილებლად. მოკლედ ძალიან და დავასრულოთ კი, ინსპექტირების სფეროს მომავალი აწუხებს ინსპექტირების ყველა ცენტრს, ყველა კომპანიას, იმიტომ რომ 2028 წლის 1 იანვრის შემდეგ ამ სფეროს მომავალი არის ბუნდოვანი, ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა სათანამშრომლო რეჟიმში ვართ და მივმართავთ შესაბამის სტრუქტურებს, რომ გაირკვეს ამ სფეროს მომავალი რა იქნება და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, რომ იგივე შენობა ნაგებობები, ხელსაწყოები, ყველაფერი საჭიროებს თანხის ჩადებას, ინვესტირებას და იმისთვის რომ თანხა ჩადო, იმისთვის რომ ხარისხი ინსპექტირების შეინარჩუნო და აამაღლო, მათ შორის მომსახურების ხარისხი, საჭიროა ბიზნესმა და სფერო მიცოდეს მომავალი ინსპექტირების სფეროსი. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მადლობა დათო დავით მესხიშვილი, საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.